აი რა არის იცით? რა გარანტია გაქვს იმისთვის რომ სანამ ბალტიისპირეთსო შეუტევენო სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანის ოკუპაციას არ მოახდენსო. ჩემო კარგო, აი ელემენტარული კითხვა მინდა დაგისვა. ამიერკავკასიაში რუსული სამხედროების ძალთა ბალანსი იცი? აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, სომხეთი უშუალოდ რუსული სამხედრო ბაზების. ერთადერთი ქვეყანა არის აზერბაიჯანი, სადაც რუსული სამხედრო ბაზები არ არის. თუმცა ეს მაინც ჩაკეტილი ქვეყანა ყავს. ბალტიისპირეთში კი პირდაპირ ყავს მტრები. ამიტომ ასეთ შემთხვევაში აი კითხვა რა გაქვს? მე ვერ ხვდები რა კითხვა გაქვს, რა გარანტია არასდროს არ არსებობს. მით უმეტეს, როდესაც ისეთი ქვეყანა ყავს, როგორიც არის იმპერია. ეს ერთი. და მერე და მეორე, ანუ ასეთ შემთხვევაში ჩვენ ხო არ დავასწროთ და ჩვენ ხო არ მევიტანოთ იერიში რუსეთზე? რო თვითონ არ დაგვესხას? აბა, ბაბაიას ხო არ დაუძახეთ? მე აზრს ვერ ხვდები, აი აზრს ვერ ხვდები. აზრს ვერ ხვდები ნამდვილად. არსებობს ისეთი პოლიტიკური შემოქმედების გატარება, პოლიტიკა არის ინტერესთა და კომპრომისების ხელოვნება, ანუ შეიძლება იქნას გატარებული ისე, რომ არ გახდეს ომი აუცილებელი და მშვიდობიანად გავაგრძელოთ ცხოვრება. იმიტომ კი არა, რომ სიტყვაზე ომი და რაღაცა და ასე და ისე და ვინმეს ნახდათ ამეშინია ომი იქნება თუ რა იქნება, იმიტომ რომ მინახია ბავშვობიდან ომი როგორც ბავშვსაც მინახია, მოზარდსაც მინახია, მე ახალგაზრდასაც რავი მეტნაკლებად ჩემ ქვეყანაში თუ ჩემი ქვეყნის გარეთაც უშუალო მონაწილეობით მივიდა, ვიცი რაცა. მაგრამ ის ვიცი რომ ეს კარგს არ მოუტანს ქვეყანას ამ მდგომარეობაში, ისედაც განადგურების და გადაშენების პირას არის ერი. ახლა ჩვენთვის ომი ეს არის ქართული ნაციის, ქართველი ერის განადგურების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ყველა ვინც მოუწოდებდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხალხს უკრაინის სოლიდარობის ნიშნად ომში ჩახლის, ყველა იყო მოღალატე. რაც შეეხება ბალტიისპირეთის ქვეყნებს კიდე, ხო, პრაქტიკულად სტრატეგიულ ალყაში ყავთ შემორტყმული რუსეთის ტერიტორია კალინინგრადის ოლქი. აქ კიდე ძაღლისთავების ხონაერათაა ჩამარხული. კაცო, ობამა გადაგვარებული იყო, პირდავარნელი ლიბერალისტი იყო, კონსერვატორი იყო. საერთოდ ტრამპებზე ჟირინოვსკი ამბობდა და სხვები ამბობდნენ, ტრამპების ოჯახიო გააგრძელებსო ამერიკის მართვას. კითხვა მაქვს, ამერიკა გრენლანდიის მარწუხებში გრენლანდიის მარწუხებში მოექცეს ამერიკა, პირიქით ხო არ გულისხმობდი. გრენლანდიას პირიქით ამერიკული ჯარი იცავს ისე გრენლანდიის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები. 50,000 ადამიანი არის, რომელთა უმრავლესობას სხვათა შორის ამერიკაში უნდა შეერთება. რა გითხრათ შემოწმო, ყოველთვის შეიძლება მოხდეს იდეოლოგიური აყვავება და აღორძინება, რომელიც ხელახლა შემოაბრუნებს ჩვენ ქვეყანას სიკეთისკენ. აი ეს თუ მოხდება აუცილებლად, მაგრამ ამას სჭირდება ადამიანები, რომელ ადამიანებსაც უანგაროდ ფანატიზმის დონეზე უყვართ საკუთარი სამშობლო და ფული კი არ ადარდებთ.